რუსთაველის გამზირზე სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქცია მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეები თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც ფილარმონიის გავლით პარლამენტთან მარშით მივიდნენ. აქციაში შეუერთდა დამოუკიდებელი ონლაინ მედიების მხარდამჭერთა მარშიც. ოლიგარქის პოლიციამ აქციის მონაწილეებს სამანქანო გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც აქცია ტროტუარზე გაგრძელდა. როგორი იყო პროტესტის 395 დღე? იზივეკოა დეტალებით. დიახ, გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად აკრძალა საპროტესტო მსვლელობები, მანიფესტაციები თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში, თქვენ ხედავთ და მაყურებელი ხედავთ, რომ უწყვეტი პროტესტი არ შეჩერებულა და გუშინაც სხვა დღეების მსგავსად მოქალაქეები შეიკრიბნენ კვლავ, მაგრამ გუშინდელი დღე იყო განსხვავებული, რადგან 3 ლოკაციაზე ვიხილეთ სხვადასხვა მარში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიძნენ სტუდენტები, ასევე ფილარმონიასთან გაიმართა ჩვეული და ყოველკვირეული შაბათის მარში და ასევე ონლაინ მედიებმაც გამართეს თავიანთი საპროტესტო მსვლელობა. ამ საპროტესტო მსვლელობებმა საბოლოოდ თავი მოიყარეს უკვე რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც უწყვეტი პროტესტი 395 დღეა მიმდინარეობს და მოქალაქეები მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ არაერთი რეპრესიული მექანიზმი ამოქმედა მათ წინააღმდეგ, მაინც არ აპირებენ ბრძოლის გაჩერებას. ეს ადამიანები, რესპონდენტები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ უმნიშვნელოვანესია, რომ ქართულ ოცნებას დაანახონ ყოველ შაბათს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი კიდევ ამ ყველაფრის მიუხედავად მათ წინააღმდეგ არის განწყობილი და ამიტომ ისინი ყოველ შაბათს აპირებენ, რომ შეიკრიბნონ სხვადასხვა ლოკაციებზე. რაც ეხება პროტესტს, მე მგონი ყველასთვის ძალიან ნათელია, რომ ვერაფერი ვერ შეძლეს, ვერაფრით ვერ გააჩერეს, რაც არ სცადეს რეპრესიული კანონები, ჯარიმები, აკრძალვები, დაშინება, დამუქრება და ასე შემდეგ, მუქარა და ასე შემდეგ, არაფერმა არ იმუშავა და არ გამოიტანა ის შედეგი, რაც იქნებოდა ხალხის დაშინება და ხალხის გაჩერება. სამაგიეროდ, მე მგონი, რომ დღეს საინტერესო ალბათ ეს არის, რომ დღეს უკვე შიშმა გადაინაცვლა. შიში არის ოცნების გუნდის მხარეს და ალბათ დღეს იმ დაჭერების ფონზე და იმ ვითომს და ანტიკორუფციულ კამპანიის ფონზე ალბათ ყველა ოცნების მხარეს, ყველა ფიქრობს, ვინ იქნება შემდეგი. არალეგიტიმური ხელისუფლების მიღებული კანონებით ვერ შეგვაშინებთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ პატიმრებისთვის, ეს კარგად გაიმახსოვრეთ. თქვენი არ გვეშინია, ეს გახსოვდეთ. მე არ მგონია, რომ მაგდენი რიცხვი არსებობდეს, მაგდენი კანონის მიღების, რომ აქ ვინმე გააჩეროს ქართულმა ოცნებამ. იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი, ხალხი, რომელიც გააზრებულად იბრძვის კონსტიტუციის დასაცავად, მათ შორის იმ კონსტიტუციის, რომელიც ქართულმა ოცნებამ თავზე გადაახია საკუთარ ხალხს და მოქალაქეებს, ხო? ვიბრძვით იმ უფლების დასაცავად, ყველას აქვს უფლება გამოვიდეს ქუჩაში მშვიდობიანად და უიარაღოდ ჩაატაროს დემონსტრაცია და ამ უფლებას ვიცავთ ყოველ დღე იმ კანონის მიღებიდან, ხო, როცა აგვიკრძალეს ჩვენ, რომ ტროტუარზეც კი არ იმოძრაოთ ჩვენ გაუფრთხილებულადო. რაც შეეხება ამ პროტესტს, ახალგაზრდების ჩართულობას, მე ჯერა, რომ ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ზუსტად ის გავაკეთოთ, რისიც ეშინია ბიძინა ივანიშვილს და ეს არის ბევრი ადამიანის გამოსვლა ქუჩაში. ხედავთ რაღაცა რამდენი ხანია ვიბრძვით და დღეს მაინც აი სტუდენტებში ხედავთ რომ ხელა ენერგია, რომ ხელა მუხტია მაინც და რავი ახალგაზრდობას ვერ გაგვაჩერებენ, ეგ ვიცი, იმიტომ რომ თელი ჩვენი ცხოვრება ბრძოლაა მართლა. ვიბრძვით ჩვენი კარგი განათლებისთვის, ვიბრძვით ჩვენი სიყვარულისთვის, ვიბრძვით ბედნიერებისთვის, ქვეყნისთვის, სინდის პატრიოტებისთვის, გვინდა რომ დავიბრუნოთ და ვიცი რომ ამ ბრძოლას, ჩემ ბრძოლას გავაგრძელებ და ბოლომდე მივიყვან. ვიცი რომ ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი სამშობლოსთვის, ჩემი სიყვარულისთვის და ჩემი მეგობრებისთვის, რომლებიც ციხეში არიან. პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები ქუჩაში 31 დეკემბერსაც გამოვლენ და ანონსდა დიდი საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. ზუსტად 11 საათზე შეიკრიბებიან მოქალაქეები და ერთად შეხვდებიან ახალ წელს. ამ ახალ წელს სხვადასხვა მანიფესტაციებს, სხვადასხვა პერფორმანსებს ვიხილავთ პროევროპულად განწყობილი მოქალაქეებისგან. ისინი ცხადია გამოვლენ სიტყვითაც, ისაუბრებენ განვლილ ერთ წელზე და შეაჯამებენ იმას, თუ რა ფონზე მოუწიათ მათ ბრძოლა ქართული ოცნების წინააღმდეგ.